მაგ საკითხული გადაუჯოგრა ყველას იმ გაგებით რომ ასეთი შინაარსი წიგნი ბიბლიოთეკაში არ არსებობს. ეს არის ზღაპარი, რომელიც შენ სინამდვილეში აალაპარაკე ის შენი პერსონაჟები, რომლებსაც შესანიშნავად აღწერეს. მე ვფიქრობ, ისინი ყველა ახალგაზრდა, იმიტომ ახალგაზრდული თვალით შევხედე მეც ამ წიგნის კითხვის დროს ან შენ კრებულს და ისე გამახარა, რომ იმ დღეს ბედნიერად დავიძინე. 80 წელს მიტანებული კაცი ვარ და ასეთი რამე თუ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არ მეჯერებოდა, იმიტომ ამას უნდა დიდი ენერგია, დიდი შრომა და დიდი განწყობა ახალგაზრდისა, რომელიც დაწერდა ამას და ერთ წიგნში მოიყიდა ყველაფერი თავს ერთად. მე მინდა გთხოვ, რომ არ უნდა გაჩერდეთ, თუ კიდე ასეთი ახალგაზრდები მოიძებნება, ეს ლექსი იქნება, პროზაც იქნება თუ ასე შემდეგ, ეს ჩვენი ერისთვის საუნჯე გახდება. გავადრო და ნახავ შენ, რომ ამას გაიგებს ქვეყანა და მე როგორ გავიგე? ჩემ დასამართლებლად უნდა ვთქვა, რომ ტელევიზორში რაღაც სახში ვიყავი, ორი კვირა გაციებული ვიყავი, არ მიშვებდა და იქ ვნახე ეს ამბავი ხელში ეჭირა და მე ისტორია რომ მოყვეს ეგ ამბავი, მაგრამ ვიფიქრე შეგხვდები გიო და აუცილებლად მოგთხოვ მეთქი წინს თუ კიდე დაგჭა მეთქი. ასეც გითხარი გახსოვს? გარდა მაგისა წაიკითხა გვანჯიმანიამ ხელიდან გამომტაცა და თქვა, ეს რა წამაკითხეო. იქნებ დაუკავშირდი მოგცემ ტელეფონს და უთხარი გვანჯის შესანიშნავი ჟურნალისტია. ჩემი ხის არის ისიც. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ჩემო გიო, ამას უნდა რეკლამა, პოპულარიზაცია. ახალგაზრდები უნდა იკვებებოდეს ამ შინაარსით, თუ გინდა რომ ჩვენი მამული ფეხზე წამოდგეს და რაღაცა ვეღირსოს, კაი ცხოვრება, ისიც მაგათმა უნდა გააკეთონ, მაგრამ ეს სხვა გულით იქნება გაკეთებული ყველაფერი და გთხოვ მე შენ რომ რაც შეიძლება, ეგ არ არის სამარცხვინო საქმე. ტელევიზიამ აი მიიტანე რუსთავი 2-ში დღის გადაცემა რო აქვს ბიჭებს, დათოს და ლაშას. შესანიშნავ იმას შედეგს მიიღებს, გაიგებს ქვეყანა, გაუხარდება ხალხს, რაღაცა გაიმძერით, მეტი გზა არ არის. ჩვენვე უნდა ვჭიროთ ჭაპანი, მეტი გზა არ არის, სხვა არავინ არ ჩამოვა და მოვა საქართველოში და არ გეტყვის რომ ეს გააკეთე და ის გააკეთეო. უნდა ჩავავლოთ ახალგაზრდებს, იმიტომ უნიჭერესი ახალგაზრდები გვაქვს ჩვენ. აი ეს მინდოდა მეთქვა.